მეგობრებო, დაგიბრუნდით, Young Mike-ი, გრძელდება რეპერული ცხოვრება. ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება. ქუჩა 99 პრობლემა, შენს ისტორია, შენზე კარგად ვინ მოხდება. მაგაია რომ ბოლომდე აქ არ არსებობს მოკლე გზა. მოვედი, რა თქმა უნდა, ცეხში, მაგრამ რა არის აქ ეს რეპერული? ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება. რეპერული ცხოვრება. რეპერული ამბები. რეპერული სიმღერა. და თავგადასავლები. ამერიკან უშაქრო, კი, დასალევად. აუ არა, მე ჭიქაში გამიგეთ რა. ვიდეოს ვიღებ? ხო. ლიზი პიასახელი. აი რა შეგელო. ბიზი, ეს არის ბიზი. ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება. აი, დავაი, მას დავაი, 3-4. ეს არის. ჩავჩინე. აქვს ეგეთ. ჩაუწიოთ. ვარ არ ვიცი ჯერ კარგად რა. არა უშოს მიდი. მე თავს არაბის ვესმი, აქამდე თვითონ ჩადიან, არც კულტურა ესმით, არც რეპი, არც დიპლომატია. ნახოთ სფეროში თაბი ბინდა იმკვიდრა. ამ ჭაობში ხო თვითონ ბეთლ რეპია ჰიდრა. ერთ რომ მოვჭერი თავი, გამოიზარდა ორი და მივხვდი საჭირო იყო მეტი ჰარდკორი. გამოვიყოლე ძმისშვილი, ბევრი გმირული თვისებით, რომ ყველა მოკვეთილ თავს ცეცხლით მოუწყვას კისერი და სანამ აქ ვინმე ბეთლს შემთხვევით მოგვიგებს, თვითონ ბეთლ რეპი უნდა დავმარხო ლოდის ქვეშ. როგორ ვიქნებით ამ პირობებში თანასწორები, გვებეთლავებიან flows თანამშრომლები. ეგ მეყოთქრინე! აი გინდა? კიკივებით დაის. ნა მონტაჟები და ნამდვილი რეპერული ცხოვრება. მაყურებლები. გამოდიხარ ცეხიდან. აჩვენი რამდენი ვარსკვლავიანი არის? აი Luxury life, 5 ვარსკვლავიანი. Still in the hood, motherfucker. What's good? Come see me, my ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება. ჩვენ ვიმყოფებით ჩემ სტუდიაში. სერხიო ჩამოვიდა პირდაპირ ბათუმიდან. სერხიოს მიკროფონი არის აქ და დამონტაჟებული და მიკროფონში ყველაზე კაი ვიშები იწერება. მიდის და მთელი წელი ფიქრობს იმაზე, რომ ჩემი მიკროფონი ეხა რაში. აი ეს არის ჩემი სტუდია რა, ეგ ჯასტინ ტიმბერლეიკის მარიამატიკა. ეს YouTube-ისგან გრემი და 2013 წელს გადმოცეს ესეთი ჯილდო, რომ წლის საუკეთესო მიშკამ გალობლიშვილი. და აქ მაქვს Onyx-ის პლაკატი, Onyx-ის ორივე წევრის ხელმოწერით და იქ даже ჩემი სახელი უწერია Fred Rostars თავის ხელით, აღარ არასწორად. ანუ შენ ცხოვრობ რეპერულად. აბა რანაირად ცხოვრობ? ადამიანს როგორ შეიძლება? ანუ ადამიანური ცხოვრება. ხوار გადავარქვა ვლოგს ადამიანური ცხოვრება ხوار დავარქვა. შეიძლება იფიქრე მაგას. რაღაცა რაღაც ადამიანური რო იყოს. შეიძლება სკეპტიკურად უყურებ რეპერულ ცხოვრებას. ბიჭ, აი ეს რეპერული ცხოვრება არის ძალიან ბავშვური იმპონტი ჩემი აზრით. ბავშვური არის. საბავშვო. როგორი ან საბავშვო ცხოვრება არ, ფული არ კეთდება არაფერი. კაი, მოდი თავი. ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება. cheerleader-ების გადაღება ვერ მოვასწარი. არა იმედია კიდე იქნებიან. მე cheerleader-ების საყურებლად მოვედი. Same courtside, ეგ არის რეპერული ცხოვრება. Floor seats. VIP guest. რა თქმა უნდა, ჯორდანები, მაიკლ ჯორდანის პატივსაცემად. აი ეგედა მიწყება, მე შედიხარ დარბაზში დიდ კალათბურთს თამაშობ უკვე. მაგიმარჯო. ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება. რას ფიქრობ, მევანდელ? ონიზიებას კალათბურთელები რო ხარ? It's a good game, man. We play hard. Our team plays hard. I'm a little bit injured, but you know my guys are killing. You know what I'm saying? We got a clutch. I got killers in my team, bitch. Hell yeah. როგორ ახარე?
საღამოს მოდიხარ? სად? იქა, აკაპელაზე. ესა? ანუ ასე შეიძლება. რომელზე? 7 მენდე. მაშინ დამაგვიენდა. ხო. და ამერიკული კულტურის სინთეზი. ბიჭო, იმას უსმენდი სტუდიური იმებს. რა მაგარი რაუნდები ქონია. ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება. კალათბურთი არის სპორტი, რომელიც ზესკნელისკენ არის მიდრეკილი. ხვდები თითო ძმას სულს, რომ ზეცას მისუდეს თითქოს და არა, მეტაფორული ის არის, შეფასება, ესე ამაზე არ მიფიქრია. ხო, საყვარელი ძმაო, რა გითხრა? თან მოწყალეები არიან, სხვის კალათებს ავსებენ. ეს რეპერულ ცხოვრებაში რა ხდება? ჩემს რა მიდის წინ. შემოქმედებითად კი. აუ ძალიან მაგარია, ძალიან და რავი, მე მგონია რომ კარგი არის ესეთი რაღაცა არსებობს. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ხო, მე ესე ვფიქრობ, მადლობა რომ მეკითხებით აზრს. ჩემ ბავშვობაში ნეტა ყოფილიყო ესეთი რაღაცა. აუ, აბა. არ იყო რა, მაგრამ ეხლა რო არის არც ეხლა არ არის დაგვიანებული. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება. How the hell did you do that? Yeah, come on. The last shot. How did you do that? Sure, I won at 20, so I was ready for the ball. I was ready for it, that's all. Crazy focus, huh? Yeah, crazy. Hey, you know that. Doves, Black Fortress on top, baby. Hell yeah. Let's go. რა სიტყვი დღევანდელ თამაშზე? ძალიან დაძაბული თამაში იყო. ყველაფერი გააკეთეს ბიჭებმა იბრძოლეს ბოლომდე და შედეგი წახეზია და ეს დასაწყისია რა. ყველაფერი წინ გო. My brother Young Mike right here. It's your man Click C, Click C all in the the way from building. Lebanon. Love to Georgia. Take it easy, guys. What do you think about Georgian players? Very strong, never back down. The mentality, I said, right? The mentality, very strong, never back down, and you could build off that. So I respect Georgia, and I respect Georgian players for real. ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება. კი, რეპერული ცხოვრება. ცხოვრობ რეპერულად. მე არა, მაგრამ ვაცხოვრებ რეპერებს. აცხოვრებ რეპერებს რეპერულად. აძლევს საშუალებას რომ რეპერულად ის. აი სამ მოვედით აქ რა ქვია მას სახელოსნო ბეთლზე. თქვენ ვიცით რომ პელეს მაკაცი ბრძანდებით. და რეპერულად თუ ცხოვრობთ? ამის შეხედვით როგორ უნდა იცხოვრო, რაღაცა ნაწილი არის. გადასდე რეპერულად. ცნობილია კარაოკეებში ბიგის ტრეკებს უბერავს ხოლმე. Yeah. თქვენ რას ბრძანებთ? რაზე? რეპერობაზე, ზოგადად. როგორ მოგწევთ? ავ მიაკ რა. წაიღო. მეგობრებო, ყველა ჩამოვიდეთ, იქით ხარეს არ დავდგეთ რა. What up? ამე და გითხარი რამე? როგორია რეპერული ცხოვრება? რეპერული ცხოვრება ნელ-ნელა ხდება კარგი. ნელ-ნელა კარგი. ხო რა. პროფესორისკენ მიდის. ყოველთვის საშინელი იყო, მაგრამ დღეს უკვე რეპერები განიცდიან და განვიცდით ანუ შენ იმ რეპერტაგანი ხარ პრინციპში, რომელსაც აი ის რეპერული ცხოვრება ახსოვს. Adobe Audition 1 და 5 და რაღაცები, ხო კი. ყველა მეუბნებოდა რომ ყლეობას ვაკეთებდი რა. და მე იმ ადამიანებს ზოგადად მოუწიათ ის რომ რასაც აკეთებდნენ, იმას აკეთებენ ცხოვრებაში. ხო, შეიძლება ბედნიერები არიან, მაგრამ მე ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. ვარ იმ ხალხთან ერთად, რომელსაც ეს საქმე უყვარს და თემაში ვარ რა. რეპერული ცხოვრება. რეპერული ამბები. მე ის მაინტერესებს რა ქვია. და თავგადასავლები. ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება. აუ, ხო თავგასიებულად არ გამ. არა, გოგო. პირიქით. პირიქით არა თავგასიებულად. თავგასიებ გვერდით თუ დადგა აი მე ჩანვარებში. ხო ესე არ მინდა, ეს რა არის? გაწელილი რატო? პელეს ახლა მოუნდა ისინი, ჩემ ვლოგებში არ აკეთებდა მაგებს. მიდი რამე მითხარი შენ. ვაუ. რასაც სხვა რეპერები ვერ მეტყვია. რეპერული სხვა რეპერები რასაც ვერ გეტყვიან? მაგარ საჭმელებს ვაკეთებ. რა საჭმელებს ვაკეთებ? მაგარი საჭმელებს ვაკეთებ, მაგას კი არ გეუბნები. I'm cooking. სირები რომლებსაც ერთმანეთში აერიათ რიდლერი და შინდლერი. ესე ხარშავ როგორც ჰიტლერი. ვიცი არ დაჭერით გაკურებული, რადგან ეს მიწა თქვენთვის წინასწარ იყო დაპირებული.
ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება აი მეგობრებო, რეპერული ცხოვრება. ტაქსებით, აი ბეთლაობთ და ის მერე ტაქსებში ერთად ვზივართ, ხაბა? აბა ჰეი. Peace out, დავაი, დროებით ძმებო. კარგად. ისეთი არის რეპერი კაცის ბედი. ეს არის ჩვენი რეპერული ცხოვრება იული ქუჩა 99 პრობლემა შენს ისტორია შენზე კარგად ვინ მოხდება უნდა გაიარო ბოლომდე აქ არ არსებობს მოკლე გზა